წმინდა წერილში ჩვენ დასაწყისშიც აღნიშნეთ, რომ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა სწორედ ადამიანს უკავშირდება, რადგან ხატად და მსგავსად ღვთისა სწორედ ადამიანი შეიქმნა, მაგრამ ასე დეტალური, ასეთი ზედმიწევნითი გადმოცემა, ზედმიწევნითი თხრობა, რასაც ჩვენ გრიგოლ ნოსელის ხსენებულ შრომაში ხვდებით, ეკლესიის სხვა მოძღვრებთან წარმოდგენილი არ არის. ამიტომაც აი ამ ნაშრომის ფუნდამენტურობიდან გამომდინარე, ესე იგი გამომდინარე იქიდან, რომ ნისელმა მოღვაწემ არ დატოვა საკითხი, ანთროპოლოგიური საკითხი, რომელზეც არ იმსჯელა ჩვენ მიერ ხსენებულ შრომაში, მას ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. გადის გარკვეული დრო, მრევლის ნაწილში, ესე იგი იმ მრევლის ნაწილში, რომელიც ერთის მხრივ ისმენდა ბასილი დიდის გადაგებებს და მეორე მხრივ იმ ხალხში, რომელსაც შესაძლებლობა ჰქონდათ წერილობითი სახით აღწერილი სწავლება ბასილი დიდის განმარტებების შესაქმესთან დაკავშირებული, ამოეკითხათ და ასე გაცნობოდნენ, ერთგვარი უკმაყოფილება გაჩნდა. ამის თაობაზე თავად წმინდა გრიგოლ ნოსელი გვაუწყებს ერთ-ერთ თავის შრომაში, ბრალობა, ასე ტერმინს იყენებს იგი, ესე იგი ბასილი დიდის მიმართ წამოყენებული იქნა ბრალობა. ეს ბრალობა ძველი ქართული ტერმინი უნდა გამოვიყენოთ, მოცემულ ვითარებაში განპირობებული იყო იმით, რომ ამ ადამიანების თქმით, დიდმა კესარია კაბადოკიელმა მღვდელმთავარმა შესაქმის განმარტებისას არაფერი ახსენა სის სიმრავლესთან დაკავშირებით. კერძოდ ეს ადამიანები უთეთებდნენ უწყებას წმინდა მოციქულის მიერ, პავლე მოციქულის მიერ გაჟღერებულს, თუ როგორ იქნა იგი ახტაცებული მე-13-მდე, ბუნებრივია რომ რადგან მოციქული მე-13-მდე ახტაცების თაობაზე საუბრობდა, აი ეს უწყება სამი ცის შესახებ სწავლება შესაქმის წიგნში უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, რადგან სამყარო სწორედ დაბადების წიგნის პირველი თავის სამყაროს ქნადობის შესახებ მოძღვრება დაბადების წიგნის პირველ თავშია გადმოცემული, მაგრამ ვინაიდან ბასილი დიდის ქადაგებებში, ჰომილიებში, შემდგომ წერილობით აღნუსხულში მათ ამგვარი მოძღვრება ვერ აღმოაჩინეს, ესე იგი სწავლება სამი ცის შესახებ, თუ სად მდებარეობს თითოეული მათგანი, ერთგვარი უკმაყოფილება გამოითქვა. გარდა ამისა, კიდევ ერთი მიზეზი ბრალობისა, ანუ უკმაყოფილებისა იყო ის, რომ ბასილი დიდმა არაფერი ახსენა, თუ როგორ ხდებოდა დღეღამის მონაცვლეობა პირველი 3 დღის მანძილზე, ბიბლიური თხრობის თანახმად მე-4 დღეს იქმნებიან ციური მნათობები, მზეზე, მთვარეზე და ვარსკვლავებზეა საუბარი და ბუნებრივია, რომ მე-4 დღიდან დღეღამეს უკვე მზე არეგულირებს, აწესრიგებს, თუ შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ პირველი 3 დღე, რომლის მანძილზეს, რომლის განმავლობაშიც მზე არ არსებობს, ვინაიდან კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ შექმნა მანათობელისა მზისა მე-4 დღეს უკავშირდება შესაქმის მე-4 დღეს, მრევლის ნაწილში სწორედ უკმაყოფილება ამით იყო განპირობებული, რომ ბასილი დიდმა შესაბამისი განმარტებები არ წარმოადგინა, თუ როგორ ხდებოდა დღეღამის მონაცვლეობა. წმინდა გრიგოლ ნოსელი მოცემულ ვითარებაში კვლავ ღებულობს თხოვნას ჩვენ მიერ ხსენებული ხორციელი ძმისაგან, წმინდა პეტრე სებასტიელისაგან, რომ მან გრიგოლ ნოსელმა აი ეს დანაკლისი შეავსოს და ბრალობა ბასილი დიდის წინააღმდეგ გამოთქმული ამდაგვარად უგულებელყოფს და დიდი კაბადოკიელი მამა ნისიის მღვდელმთავარი წმინდა გრიგოლი საფუძველს უყრის ახალ შრომას, ის წერს ახალ შრომას სახელწოდებით გიორგი მთაწმინდელის თარგმანი გახლავთ პასუხი 6 დღეთათვის. ეს შრომა ჩვენამდე მოღწეულია, გამოქვეყნებული არის 1999 წლის კალენდარში თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორის ედი შერჭელიძის მიერ. აქ არის გადმოცემული უმნიშვნელოვანესი სწავლებები. გარდა იმ დანაკლისისა, რაზეც ჩვენ აქამდე ვთქვით, ესე იგი იმ სწავლებებისა, რაც ბასილი დიდის ქადაგებებში არ იყო გადმოცემული, წმინდა გრიგოლ ნოსელი შეეხო ისეთი სახის მოძღვრებებს და ჩვენ ამის თაობაზე სხვა გადაცემებში ეტაპობრივად გვექნება მიმოხილვა, რაც უდიდესი საუნჯეა ეკლესიის წიაღში შემონახული და მან უაღრესად საყურადღებო, უაღრესად მნიშვნელოვანი ეგზეგეტიკური მასალა შემოგვინახა. აი სწორედ ამის თაობაზე გვსურდა საუბარი დღევანდელ გადაცემაში, ესე იგი ის ძირითადი 3 წყარო, რასაც ჩვენ დავემყარებით საეკლესიო განმარტებების გადმოცემისას, შესაქმესთან დაკავშირებული საეკლესიო განმარტებების გადმოცემისას, იქნება ბასილი დიდის ჰომილიები 6 დღის შესახებ, რომელსაც აქვე უნდა შევნიშნოთ ალბათ, რომ განსაკუთრებული ქება განუკუთნა ეკლესიის დიდმა მოძღვარმა, ასევე კაბადოკიელმა მამამ, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა, 53 სიტყვაში ხსენებული მოძღვარი ასიაფასებს ბასილი დიდის ჰომილიებს, რაჟამს 6 დღეთაი მისი, ანუ ბასილი დიდისა ხელად მიუღო და აღმოვიკითხვიდე, დამბადებელსა თანა მივალ და გულისხმაყოფ სიტყვათამა დაბადებისათა და განკვირდების სიბრძნესა და შემოქმედისასა უფრო ის ვიდრეღა პირველ, რაჟამს თვალი თავდენ ჩემი თავ ხედავდი საქმეთა მისდა. ორიოდე სიტყვით, აი ამ ძველ ქართულ ტექსტს თანამედროვე ქართულზეც გადმოვიტან, თუ რა გამოთქვა გრიგოლ ღვთისმეტყველმა, როგორია მისი
შეფასება ბასილი დიდის ჩვენ მიერ ხსენებულ შრომასთან დაკავშირებით გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვების თანახმად, როდესაც ის ღვთისაგან შექმნილ არსებებს უყურებს, სწორედ ეს ქმნილებები მას აძლევს შესაძლებლობას, რომ ღმერთამდე ამაღლდეს, რადგან შემოქმედი ყოველივესი ღმერთია და ქმნილების საშუალებით სწორედ შემოქმედამდე ეძლევა გონიერ არსებას ამაღლების საშუალება, მაგრამ იმავე მღვდელმთავრის თანახმად, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის მიხედვით, როდესაც ის ღებულობს ბასილი დიდის შრომას, ჰომილიებს 6 დღის შესახებ, მისი შემეცნება, ღმერთთან დაკავშირებული შემეცნება გაცილებით უფრო აღმატებულია და ხილული საგნების საშუალებით შემეცნებისაგან დიდად განსხვავდება. აი ეს შეფასება ჩვენ მიერ წარმოდგენილი ძალიან კარგად წარმოაჩენს იმ უდიდეს სიღრმეებს, რაც გრიგოლ ბასილი დიდის ჩვენ მიერ ხსენებულ შრომაში არის წარმოდგენილი, რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ დანაკლის, რის გამოც მრევლის ნაწილში უკმაყოფილებას უფევდა, როგორც გრიგოლ ნოსელი აღნიშნავს შრომაში პასუხი 6 დღეთათვის, მოძღვარს ურთიერთობა უწევდა ხალხთან, რომლებიც ხშირ შემთხვევაში წერა-კითხვის უცოდინარნი იყვნენ, მის გარშემო სწორედ ასეთი ადამიანები გახდნენ შემოკრებილი, მრევლის უდიდესი ნაწილი სწორედ წერა-კითხვის უცოდინარი ხალხით იყო წარმოდგენილი, ვინაიდან თანამედროვე განათლების დონე სხვა არის, ბუნებრივია, სკოლარული განათლება, თუ შეიძლება ასე დავარქვათ, ასეთი სკოლები უძველეს დროში არ არსებობდა და ძირითადად განათლებულ ფენას, განათლებულ საზოგადოებას სასულიერო პირები წარმოადგენდნენ, წერა-კითხვის მცოდნენი და შესაბამისი ლიტერატურის მცოდნენი. აი ამდენად ბასილი დიდი, რომელიც მრევლს, ესე იგი წერა-კითხვის უცოდინარ და გაუნათლებელ მრევლს მიმართავს, ხშირ შემთხვევაში თავს იკავებს თეოლოგიური საკითხების ღრმა განხილვისაგან, ვინაიდან შეიძლება ასეთმა წიაღწვლებმა ეს ადამიანები დააბრკოლოს, მათ ვერაფერი გაიგო. თუმცა ბუნებრივია, რომ მუდმივად იგი ასე არ ამარტივებდა სწავლებას და ჩვენ მიერ ხსენებულ შრომაში ჰომილიები 6 დღის შესახებ გვხვდება ძალიან ღრმა ეგზეგეტიკური სწავლებები, რაზეც ბუნებრივია დღეს ვერ ვისაუბრებ, თუმცა სხვა გადაცემებში აღნიშნულის თაობაზე გვექნება შესაბამისი მიმოხილვა. ესე იგი, პირველი შრომა, რასაც არსებითა და ძირითადად დავიფუძნებით, ეს იქნება ბასილი დიდის ჰომილიები 6 დღის შესახებ. მეორე შრომა ეს გახლავთ, როგორც უკვე ვახსენეთ, წმინდა გრიგოლ ნოსელის მიერ აღწერილი დაბადებისათვის კაცის ან კაცისა შესაქმისათვის, აი ორი სათაურით არის ცნობილია შრომა და მესამე შრომა ეს იქნება პასუხი 6 დღეთათვის. თუმცა, გარდა ამისა, ბუნებრივია, რომ ასევე გამოვიყენებთ ეკლესიის სხვა მოძღვართაგან გამოთქმულ სწავლებებს, აქ ჩვენ შეგვიძლია ვახსენოთ წმინდა იოანე ოქროპირი, მას შესაქმის წიგნი დეტალურად აქვს განხილული, მათ შორის დაბადების პირველი თავი, ანუ საღვთო უწყება, ესე იგი წმინდა წერილის უწყება თუ როგორ შექმნა ღმერთმა ეს ქვეყნიერება, ასევე გამოვიყენებთ წმინდა ეფრემასურის სწავლებას სამყაროს შექმნასთან დაკავშირებით. აუცილებლად უნდა ვახსენოთ და ძალიან ხშირად მოგვიწევს ასევე ხსენება ეკლესიის დიდი მოძღვრისა წმინდა აუგუსტინესი, ნეტარი აუგუსტინესი, რომელსაც აქვს დაწერილი წიგნი სახელწოდებით შესაქმის წიგნზე ზედმიწევნით, ასე შეიძლება ქართულად ითარგმნოს. აღნიშნული წიგნი თავის თავში 12 წიგნს მოიცავს და საკმაოდ შთამბეჭდავი და დიდი შრომაა და სხვა ეკლესიის მოძღვართა შესაბამის განმარტებებსაც მოვიხმოთ. თუმცა ყოველივე ეს უკვე შემდგომ გადაცემებში იქნება წარმოდგენილი. დღევანდელ ჩვენს გადაცემას აი ამ აღნიშნული უწყებით დავასრულებთ მომავალ შეხვედრამდე.